გეგმა აქვს ოპოზიციას გახდება თუ არა მათი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი და გაგრძელდება თუ არა კონსულტაცია მხარეებს შორის. სამოქმედო გეგმა ჯერ უცნობია. სალომე ზურაბიშვილი განცხადებას, რომელიც ახალ წლამდე დაანონსა, უახლოეს დღეებში გააკეთებს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მათი პოზიცია ცნობილია და ისინი ერთობლივად იმუშავებენ ყოფილ პრეზიდენტთან. ხალხ ზურაბიშვილი გახლავთ საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი ნაწილისთვის, რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელსაც ისინი ესაუბრებიან, როგორც ასე ვთქვათ, საქართველოს წარმომადგენელს, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, ამიტომაც, გარდაუვალი გახლავთ ოპოზიციისთვის, მასთან თანამშრომლობა და მასთან ერთად ყოფნა, მით უმეტეს, როდესაც დიქტატურა მყარდება ქვეყანაში, ყველა ძალა, რომელიც ებრძვის ამ დიქტატურას, ფაქტობრივად ვალდებულიც ხდება, რომ ითანამშრომლონ და კოორდინაცია ჰქონდეთ მინიმალურ დონეზე მაინც ერთმანეთთან. ეს თან საპროტესტო უპრეცედენტო ტალღის დაკვეთაც გახლავთ, მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო აქტივობები, თუნდაც, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოს საკითხი არის ევროპის უსაფრთხოებისთვის მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომაც ჩვენ დასავლურ პარტნიორებთან ოპოზიციას კონსოლიდირებული ხშირად პოზიციები აქვს ხოლმე და ასე ვთქვათ, წერილებსაც ვაგზავნით, შეხვედრებსაც მართავთ და მათ შორის ამ კონტექსტში შეიძლება რა თქმა უნდა ეს თანამშრომლობა გაგრძელდეს. ასევე ქვეყნის შიგნით ჩვენი კაპიტალი, ჩვენი რესურსი, რაც გვაქვს, რითაც შეიძლება დიდ ეროვნულ წინააღმდეგობას დავეხმაროთ, დავაორგანიზოთ, ამ ხრივაც ვაქტიურობთ. თუმცა დღეს ისეთი სიტუაცია, როდესაც მთავარი ორგანიზატორები არიან საქართველოს რიგითი მოქალაქეები. ყველა ის ნაბიჯი გადაიდგება, რაც მიზანს დაახლოვებს. ის რაც ახლა ხდება, ეს არის მნიშვნელოვანი. ის რაც მოხდება, ისიც ძალიან მნიშვნელux იქნება, მაგრამ ბუნებრივია, ყველა ნაბიჯი იქნება ადეკვატური. ამიტომ ახლა პროგნოზის გაკეთებისგან თავ შევიკავ ყოველ დღე არის მნიშვნელოვანი, პრაგმატული, რაციონალური ბრძოლა. აქ ხალხი ემოციურად აღარ აპროტესტებს, ხო? აქ ხალხი აპროტესტებს შინაარსობრივად. 6 ოქტომბრის შემდეგ, რაც ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ დაიწყო არჩევნების შედეგების გაპროტესტება, მას შემდეგ ყოველკვირეულ რეჟიმში გვპირდებიან საზოგადოებას, რომ რაღაც გეგმას გაგაცნობთ, მაგრამ ფიზიკურად არანაირი გეგმა არც არსებობს და ვერც იარსებებს, იმიტომ რომ მათ შორის არის აბსოლუტურად შეუთანხმებლობა, მათ აქვს ყველას თავთავისი პოზიციები. თქვენ გახსოვთ სულ რაღაც ერთი კვირის უკან, როდესაც პარტიული დაფინანსება მიიღეს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა, თუ როგორ ამუნათებდნენ ერთმანეთს. მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილი მათთვის უკვე საინტერესო ფიგურა არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ მას უკვე პრეზიდენტის სტატუსი აღარ აქვს 29 დეკემბრის შემდეგ და შესაბამისად რაიმე ზეგავლენის მოხდენა პოლიტიკურ პროცესებზე მას ფიზიკურად არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ მისი მონაწილეობაც თუ იქნა დაფიქსირებული, ეს იქნება მხოლოდ ფორმალური ხასიათის. ჩვენ კი არ ველოდებით, არამედ ხედავთ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ფრუსტრაციას, იმ ფრუსტრაციას, რაც გამოწვეულია ნაცმაიდნის ვერ შედგომის გამო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში და ეს ფრუსტრაცია რა თქმა უნდა გაგრძელდება, რადგან მათი ქმედებები ყოველთვის საწინააღმდეგო არის ხოლმე ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართულებით და ეხლა მათი ერთ-ერთ ლიდერად გადაქცეული სალომე ზურაბიშვილი საინტერესოა რა ბედი ეწევა ამ ქალბატონს. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით და ობიექტური დამკვირვებელიც კი, რომელიც სულ რომ არ იყოს ჩართული პოლიტიკაში, გარედანაც კი კარგად დაინახავდა, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობა სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ მისი სტატუსიდან გამომდინარე სჭირდებოდა და როდესაც იგი იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის მაღალ პოსტს და სტატუსი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტისა, მხოლოდ ამისთვის სჭირდებოდათ, რომ ამ მაღალი ტრიბუნიდან იქნებოდა თუ პედესტალიდან ესაუბრა მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან 1000 ტყუილი დეზინფორმაცია გაევრცელებინა და როდესაც ახლა აღარ არის იგი საქართველოს პრეზიდენტი, დარწმუნებულები ვართ, რომ დაკარგავს იმ აქტუალობას ნაცმოძრაობისთვის, რომელიც აქამდე 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად ბოლო 2 წლის განმავლობაში ჰქონდათ და ისე დაივიწყებენ, როგორც დაივიწყეს მაგალითად, რა ვიცი, ჩვენ არ გვახსოვს, როგორი თოვლი მოვიდა შარშან.